აკაკი ბობოხიძე ამ აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 42-ე ოლქში. საღამომშვიდობისა ბატონო აკაკი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საღამომშვიდობისა. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სუსის თანამშრომლებისგან დაკითხვაზე დაბარების უწყებები არ ჩაიბარეს. თუ შეგიძლიათ გითხრათ რატომ? მე ვერ გეტყვით სისმაგივრად რატო ჩაიბარეს, მე შემიძლია ჩემ თავზე ვაგო პასუხი, მე მზადა ვარ გავცე პასუხი ნებისმიერ შეკითხვას, ოღონდ მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც არ მაქვს ამომრჩეველთან შეხვედრა, იმიტომ რომ აი ამ ბრალდებების, აი ამ სპექტაკლების მთელი ამოცანა სწორედ ის არის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ თავარი საქმიდან გადაგვატარინოს ყურადღება. აი ახლა დღეს აი ამ წუთში, როგორც კი აქედან გავალდა, მე თქვენ გითხარით, რომ მაქსიმუმი 10 წუთი მაქვს, რომ იმიტომ რომ შევწყვიტე მოსახლეობასთან შეხვედრა და უნდა გავაგრძელო. ჩვენი მთავარი ამოცანა არის შევხვდეთ მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მოსახლეობა დავარწმუნოთ ჩვენ სიმართლეში და რაც თავარია დავარწმუნოთ არჩევანის გაკეთების აუცილებლობაში. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ყველაფერს, რომ რეალურად მან უკვე დაიწყო სიტუაციის დაძაბვა. მე აი არ გეჩვენებათ, რომ ეს სპექტაკლი ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს ყველას. სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებების შეცდომაზე ვერაფერი ვერ ისწავლა, ვერც კარგის კეთებას თავი დაანება და იმეორებს ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა იმ შეცდომას, რომელსაც უშვებდით თავის დროზე. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების მოქმედება, რომელიც უკვე შეშინებულია იმით, რომ 8-ში ის დამარცხდება და მას დაამარცხებს ქართველი ხალხი და ცირილო დღეს ცდილობს ან გასვაროს მოწინააღმდეგე, ან თავარი ყურადღება გადაიტანოს რაღაც დესტაბილიზაციის, არარსებული დესტაბილიზაციის. ბატონო აკაკი, თქვენ დღეს თქვით, რომ ეს ბრმად მორწმუნე ქოცებზეა გათვლილი, თქვენ ასე თქვით დღეს. მე მაინც მაქვს ეჭვი, რომ ამ აუდიო ჩანაწერმა ამ აუდიო ჩანაწერმა უკაცრავად დავასრულებ შეკითხვას, გაუჩინა შეკითხვები ბევრს, არა მხოლოდ ბრმად მორწმუნეებს, არა მხოლოდ მხარდამჭერებს, სავარაუდოდ შესაძლოა თქვენს მხარდამჭერებსაც. მე მაინტერესებს სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვიღოთ თქვენგან უფლება, რომ დავსვა უფრო მეტი კითხვა კონტენტთან დაკავშირებით, მაგალითად იმის შესახებ, საერთოდ თუ გახსენდებათ მსგავსი ტიპის საუბრები მიხეილ სააკაშვილთან, დაახლოებით როდის გახსენდებათ ასეთი ტიპის საუბრები, თუნდაც აი თქვათ კომპლიმენტები თქვენი მისამართით, რომ კაკოს კარგი ინტუიცია აქვს. როდის შეგნიშნათ ეს ყოფილმა პრეზიდენტმა? არა, არ მახსენდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ შემადგენლობით მიხეილ სააკაშვილთან არასდროს არ ყოფილვართ და ძალიან მარტივად შეიძლება ამოიღონ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი საბუთები, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან ხშირად ყოფილვარ, მომავალშიც ვარწმუნებ სულ ყველას. ჩვენ მქონდა ყოველთვის საქმიანი ლაპარაკი, მათ შორის პარტიის როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო გეგმებზე, ხოლო როდესაც მე ვლაპარაკობ, რომ მე სიტყვა ქოც მაინც და მაინც ხშირად ავხმარობ, მაგრამ მე დიახ ვამბობ, ქართული ოცნების მომხრეებთან სამწუხაროდ ხანდახან არგუმენტები არ ჭრის. დღეს სად ჩანს ნაციონალური მოძრაობის რომელ მოქმედებაში როვიმე ამზადებს რევოლუციურ სცენარს. ჩვენ ძალიან მშვიდად თუ ხელისუფლება არ შეგვიშლის ხელს, მთლიანად გადართული ვართ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მთლიანად გადართული ვართ მოსახლეობის დარწმუნებაზე და ვერ მივიღებ ბუნებრივი ადამიანებისაგან, რომლებიც მუხროვანის აჯანყებას ამბობდნენ, რომ არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რომლებიც ადამიანებისაგან, რომლებიც მუხროვანის სამხედრო ჯანგს გადატრიალებას არ უწოდებდნენ, ვერ მივიღებ ადამიანებისაგან, რომლებიც თავის დროზე ამართლებდნენ 7 ნოემბრის მიტინგებს, სადაც ადამიანების დაძინებაზე იყო ლაპარაკი, ადამიანებისაგან, რომლებიც ამბობენ, რომ გალიების ქალაქად უნდა ექციათ თბილისში. დღეს ლაპარაკი არის რაზე, რომ თურმე მიტინგების მოწყობა არის რაიმე არალეგიტიმური და რაიმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. დიახ, ჩვენ კბილები დავიცავთ არჩევნების შედეგებს. ხოლო რაც შეეხება არჩევნების შედეგებს დავიცავთ და დავემორჩილებით თუ არა, ამის ფაქტიც და ამის დასტურიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას. 2012 წელს ჩვენ ფლობდით გაცილებით მეტ ძალას, ჩვენ ფლობდით გაცილებით მეტ ბერკეტს, ჩვენ ვაკონტროლებდით პოლიციას, ჩვენ ვაკონტროლებდით ჯარებს, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოსახლეობამ გვითხრა ვარი, ჩვენ მივიღეთ ის არჩევანი, რაც ჰქონდა ქართულ ხალხს და ხელისუფლება გადავეცით გამარჯვებულ პარტიას. ზუსტად ასევე 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, თუ ვინ გააგრძელებს ქვეყნის მართვას და როგორიც იქნება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება, ნაციონალური მოძრაობა დაიცავს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს.
ბატონო აკაკი, აი გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ მოვისმინეთ დღეს ეს აუდიო ჩანაწერი, მექნება ძალიან ბევრი კითხვა თქვენ შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელთან, რა გზით ხდება ასეთი აუდიო ჩანაწერები, თუ მით უმეტეს არაკანონიერად არის ჩაწერილი და აქ ამ წუთში კითხვის ნიშანი არ არსებობს, როგორ ხდება ეს არანაირი ჩანაწერი არ არის ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ამისგან დამოუკიდებლად მე მაინტერესებს თქვენგან მივიღო პასუხი კითხვაზე. უნდა აგოს თუ არა ყველამ პასუხი იმ შემთხვევაში თუ კი ვინმე გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას ქვეყანაში ან ქვეყნის გარედან. ნინო, თუ კი ვინმე გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას, რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის არანაირი ჩანაწერი. ეს არის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფრაგმენტებიდან შეკოწიწებული რაღაც დამონტაჟებული რაღაც სიუჟეტი, რომელიც რა თქმა უნდა მომზადდა სუსის სამზარეულოში. ბუნებრივია, რომ დღეს დაცული არ არის საქართველოს არც ერთი მოქალაქე. ბუნებრივია, რაც არ უნდა იძახოს ბიზინა ველიშვილმა, რომ არ უსმენენ, გვისმენენ ბატონო. კიდევ უფრო დიდი უბედურება თუ არ ისმენს სახელმწიფო სამსახურები და ისმენს კერძო ან სხვა სახელმწიფო სამსახურები, კიდევ უფრო დიდი უბედურება. გამოდის, რომ საერთოდ დაუცველები ვართ. არათუ საკუთარი სახელმწიფო, საერთოდ სხვა გვისმენს თურმე. ასე რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომ დღეს კვლავაც გვისმენენ, უსმენენ გაცილებით უფრო მასშტაბურად, უსმენენ გაცილებით უფრო ტოტალურად და მეცაც გეტყვი, სინამდვილეში დღეს ქართულ ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას იმის პასუხისმგებლობაც არ ყოფნის, რომ მან თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ დიახ, ის უსმენს. თუ ჩვენი ხელისუფლების დროს კეთდებოდა მსგავსი რამ, ბოდიშვიხტი ჩანაწერები ცელდებოდა, ოღონდ პასუხისმგებლობას იმ ჩანაწერების ავთენტურობაზე იღებდა სახელმწიფო. დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ამასაც ვერ ბედავს. ვიღაც ჰაკიმფაშებს აბრალებს და სინამდვილეში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საქართველოს სუსის კაბინეტებში მზადდება, რა თქმა უნდა საქართველოს სუსი ისმენს ყველაფერ ამას, ოღონდ სამწუხაროდ ყველაფერი ეს არის გამოყენებული მხოლოდ ერთი კაცის პირადი ინტერესებისა და პირადი გემოვნების შესაბამისად. ბატონო აკაკი, თქვენ გამორიცხავთ, რომ თქვენ თქვათ არ იცოდეთ მაგალითად და თქვენი პარტიის ლიდერებს შორის, მათ შორის არა საქართველოს მოქალაქეთა შორის მსგავსი აზრი იხილებოდეს? არა ნინო, გამოვრიცხავ ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გააკეთებს გადატრიალებას, თუ მას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და თუ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მაშინ გადატრიალება იქნება აი აგერ ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს თავის არჩევანს. თუ ჩვენ არ გვიჭერს ხალხი მხარს, მაშინ ამას ვერანაირი საფუძველი ვერ ექნება და თუ ხალხი მხარს გვიჭერს, მე ვარწმუნებ ყველას ხალხის არჩევანს, ხალხის გამარჯვებას ჩვენ არავის არ დავუთმობთ. მაინც მინდა ობიექტურობისთვის დავსვა შეკითხვა, მეთოდი, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ, გეცნობათ? მე გითხარით, რომ დეჟავიუ მაქვს მეთქი. მე გითხარით, ტექსტები, დაბრალებები, მეთოდები, ოღონდ ხას უსვავ. განსხვავება ის არის, რომ დიახ, მაშინ სახელმწიფო ამბობდა, რომ მე უსმენ, მაგრამ აი ნახეთ რა ცუდიები არიან. დღეს სახელმწიფო ამასაც ვერ ბედავს. ვიღაც ანონიმ ტიპებს აბრალებს, რომ გვისმენენ, გაცილებით უფრო ღირსეული ადამიანები იქნებოდნენ, რომ თქვენ რომ აი გუსმენთ, მაგრამ ნახეთ რა ცუდი ტიპები არიან. არც გურუს რაზმის შემოყვანა მოგვითხოვია, არც ქალაქის დარქალაქად ქცევას ვაპირებთ, არც გალიებს ვდგავთ, არც არავის დაძინებას არ ვაპირებთ, არც ტანკების დაქოქვას არ ვაპირებთ. ერთადერთი რასაც ვაპირებთ, თითეული ადამიანის ხმას დავიცავთ და დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას და იმ არჩევანს, რასაც ქართველი ხალხი გააკეთებს ოქტომბერს და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და თესო ხელისუფლება არის უკვე აგონიაში, ამათ უკვე უაზრო მოქმედებებსაც ეთყობა. თუმცა აი ბატონო აკაკი, უკაცრავად კონტექსტისთვის, თუმცა ეს ჩემი ფრაზები არ არის, ვციტირებ დაახლოებით ვცდილობ შემსუბუქებას. ბატონი ცისკარიშვილის მიეწერება ეს ფრაზა, ჯოხით ერთ ადგილზე უნდა მოხდეს ადამიანების გაუპატიურება თუ ადამიანის, არ ვიცი ასე ამბობს ის. აქვე საუბარი არის ყადაფითა გამოაწვიონ ვიღაც ყადაფივით დაისაჯოს, ასევე ასათვისებელია ივანიშვილის სახლი. გასაგებია ეს კონტენტია შექმნილი კონტექსტი. დიახ. არა, პეტრი ამბობს ასე იქნებაო. და არა ის რომ ასე იქნება და არა ასე ვაპირებთ და შეფასებას უკეთებს იმ პროცესებს
რამდენადაც მე ვიცი, რაც მიდიოდა უკრაინაში და მხედველობაში ყავდა იანუკოვიჩი. ესეც არიციან ამ უბედურებმა. სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესოა, როდის ითქვა ეს ფრაზები, რა დროს ითქვა. ხო შეუძლებელია რომ მაგალითად როდის ვაპირებდით რუსთაველის გადაკეთვას, თუ ეს იყო თქვა რუსთავი 2-ის წინ საპროტესტო აქციების დროს, დიახ, მაგალითად მე მიმაჩნდა რომ ხელისუფლებისთვის ცოტა უფრო მეტი ფართო მასშტაბის აქციები უნდა დაგვენახებინა, იმისთვის რომ გადაგვერჩინა რუსთავი 2. გააჩნია არაფერი საერთო აი აქ მოყვანილ წინადადებებს, რასაც ვისმენთ, არაფერი საერთო არ აქვს 8 ოქტომბრის არჩევნებთან. ვიმეორებ 8 ოქტომბერს ქართულ ხალხს ნაციონალური მოძრაობა, ქართველი ხალხი გამოუტანს ხელისუფლებას განაჩენს და არა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი ან კაკო ბობოხიძე. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს მომავალში საქართველოს ხელისუფალი, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველა იმ პროცესზე, რომელიც 8 ოქტომბრის შემდეგ წავა ქვეყანაში. და ბოლოს კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა ბოლოსკენ, თუ შეიძლება გითხრათ პარტიაში ხედვების სხვადასხვაობის შესახებ. აქ ჩვენ მოვისმინეთ რომ ბოკერია რაღაცას არ ეთანხმება, ვიღაცების მსჯელობის თემებია, კონკრეტული საკითხები. მე მაინტერესებს აი დღეს როდესაც ეს ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა პარტიაში, რამე გადაგეგმვა მოხდა რამე კონკრეტული გეგმების. ჩვენ პარტიაში ასთა სხვადასხვაობა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და ძალიან ბევრი მეს არ ჯეროდა, მაშინაც კი მქონდა, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. დიახ, ჩვენს პარტიაში არის ასთა სხვადასხვაობა. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომლებიც საჯაროდ თითქოს კი მეტყველებენ ასთა სხვადასხვაობით, მაგრამ ყველანი დადიან ერთი კაცის შუაზე. ჩვენ საჯაროდ, ჩვენ დებატები მქონდა კულისებში, ყამათობდით კულისებში, ოღონდ საჯაროდ გამოდიოდით ერთიანი პოზიციით. თუმცა ვიმეორებ, ასთა სხვადასხვაობა მქონდა, გვაქვს, მომავალშიც გვექნება. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომელიც მართლა არის ერთი კაცის პარტია, რომლებსაც არ გააჩნია არანაირი პრინციპები და ეფუძნება მხოლოდ ერთი კაცის ძალაუფლების, ისიც არაფორმალური მმართველობის შენარჩუნებას ამ ქვეყანაზე და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა მიხვდება, რამდენად დამუუყველია არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში, უპასუხისმგებლო მმართველობა ქვეყანაში. მე ბოდიშ მოგიხდით, მე თქვენის ნებართვით